ლევან ნიკოლაიშვილი შემოგვიერთდება. მოგესალმებით ბატონ ლევან. შეიძლება ვთქვათ, რომ პროცესი დაწყებულია ამერიკას საქართველოს შორის ურთიერთობის გადატვირთვის. თუ ტრამპის მილოცვა, როგორც ამას ოპოზიცია ამბობს, უნდა მივიღოთ ერთჯერად მილოცვად და ამის იქით არაფერი იკითხება, როგორც ქართული ოპოზიციური სპექტრი ამტკიცებს. ჩვენ რო გვენახა ამ მილოცვაში რო ყოფილიყო, აი უბრალოდ ერთი წელამდე რო გილოცავ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, ამითი დასრულდებოდა აი ეს დისკუსია მაშინ, ხო? მაგრამ შემდეგ არის გაგრძელება, ასე ვთქვათ, იმ ზრახების შესახებ, რასაც შეერთებული შტატები ფიქრობს საქართველოსთან მიმართებაში. აქ იყო საუბარი საოჭრო ურთიერთობაზე, ეკონომიკურ ურთიერთობაზე და მოკლედ მთელი საკითხებზე, რაზეც შეერთებული შტატები აპირებს შემდგომში საქართველოსთან თანამშრომლობას. შესაბამისად, ეს არ იყო უბრალოდ მოსალოცი, აგრეთვე მისალოცი რაღაც წერილი, ტრაფარეტული, რომელთაც ესე იგი ტრამპს უნდა რომ უბრალოდ ჩაეცვალა, რომ მან მიულოცა საქართველოს ხელისუფლებას. მაგრამ ორი რამ არის საგულისხმო, რომ ერთი რომ მან შესაბამისად პროტოკოლის უზუსტესი დაცვით, ეტიკეტით, შეიძლება ითქვას, რომ მიულოცა საქართველოს პრეზიდენტს და მეორე იქვე გამოთქვა სურვილი და მზაობა მის შესახებ, თუ რა საკითხებთან მიმართებაში სურს შეერთებულ შტატებს საქართველოსთან ურთიერთობები გააგრძელოს დაემატათან, იქიდან გამომდინარე, რომ ურთიერთობები ჩვენ გქონდა, მაგრამ გარკვეული მიზეზებიდან გამომდინარე და მოდით ამ წუთში არ ჩავუყვეთ ამ მიზეზებს, ეს ურთიერთობები, ასე ვთქვათ, არც თუ ისე კარგ ფაზაში გადავიდა, მაგრამ გამოჩნდა უკვე მზადყოფნა ამ ურთიერთობების გასაგრძელებად, რაც ძალიან მისასალმებელია და რაც თავისთავად ცხადია, არ არის უბრალო ქმედება, არამედ სერიოზული განცხადება და ნათქვამი იმისათვის, რომ რას ფიქრობს შეერთებული შტატები საქართველოსთან მიმართებაში. ახლა რაც შეეხება სახელმწიფო დეპარტამენტის მილოცვას, რომელიც ერთი დღით ადრე წინუსწრებდა თეთრი სახლიდან მოსულ წერილს. აი, წინა სტუმართანაც ვისაუბრეთ ამის შესახებ. რატო გვაქვს ესეთი ორი განსხვავებული შინაარსის აქცენტების წერილი, რომელსაც კიდევ ერთხელ ვიტყვი, ოპოზიცია უფრო მეტ მნიშვნელობას ანიჭებს, ვიდრე თეთრი სახლისგან გამოგზავნილ მილოცვას. ახლა ოპოზიციასთან დაკავშირებით ძალიან მოკლედ ვიტყვი, რომ მისთვის ნებისმიერი ხავსი არის მისაღები, რაც არ უნდა ძლიერი იყოს თუ ან სუსტი იყოს. ოღონდ ჩაეჭიროს და ოღონდ ხავსი იყოს, ის ამას ჩაეჭირდება თავისთავად ცხადია, მაგრამ რეალობა სულ სხვა რამეს გვეუბნება. პირიქით რო ყოფილიყო, თქვათ, ამ წერილების შინაარსი, მაშინ შეიძლება ჩვენ სხვანაირად გვესაუბრა, მაგრამ პირველი წერილი, რუბიოს წერილი, რეალურად ეს არ იყო მოსალოცი წერილი და მერე შემდეგ მას წამოეწია, კი არა და ძალიან სწრაფად, შეიძლება ითქვას მეორე დღესვე, სულ სხვა შინაარსის წერილს გებულობთ ჩვენ. რას ნიშნავს ეს? ახლა თუ ლოგიკურად დავფიქრდებით, შეიძლება ძალიან თავად განცხადება ჩამითვალოს, ხადია მე იქ არ ყოფილვარ, მაგრამ გარკვეულ გაუგებრობასთან ჰქონდა ადგილი როგორც ჩანს შეერთებული შტატების ადმინისტრაციაში, იყო გარკვეული მსჯელობა იმას დაკავშირებით, რომ რა და როგორ უნდა გაეკეთებინა და საბოლოო ჯამში ჩემი აზრით ამ რა და როგორ გაეკეთებინას შემთხვევაში გაიმარჯვა უფრო საღმა აზმა, რომ დიახ, სწორედ 26 მაისს უნდა მიულოცო ხელისუფლებას პირველ რიგში დამოუკიდებლობის აღდგენის დღე და მეორე თუ კი შენ გაქვს სურვილი რომ შემდგომ ნაბიჯებზეც ისაუბრო, ამის საშუალებაც თავისთავად ცხადია, შენ გაქვს. ხო, მაგრამ ამის განსხვავებული მის ხასიათიდან გამომდინარე, რომ ეს მას გაეკეთებინა ესე თუ მას ამის სურვილი არ ქონდა. ხო, მაგრამ სრულიად შეიძლება უშუალოდ მილოცვას ან რაღაც მომავალ გეგმებს არ ხებოდა, თუმცა მომავალ გეგმებზე საუბარს ეხებოდა ამერიკის საელჩოს განცხადება, რომელიც თავად ბიძინა ივანიშვილიც ამბობს, რომ სრულიად გაუგებარი იყო ასეთი განცხადების გამოქვეყნება. მაშინ რას უკავშირდება, რატომ მაინც და მაინც დღეს და როგორ ხსნით ამ ჯაჭვს, რომელიც ამ 3 დღის განმავლობაში გვაქვს. აქაც შევხედოთ, ესე იგი, რა ხდება. ერთი არის, რომ უმაღლესი ხელისუფლარი ას ფიქრობს, მეორე არის, რომ შესრულებები როგორ იქცევიან და მესამე არის კიდევ ვიღაცებს უნდათ, რომ თავისებურად ის გადაწყვეტილება, რაც ტრამპმა ფაქტურად მიიღო, მოარგო უკვე თავიანთ დღის წესრიგს. ისე რომ თავიანთი ის რაღაცა მიზნები, რაც მათ ჰქონდათ ადრე დაგეგმილი, ბოლომდე არ დაზარავდეს. ეს იძლევა ელჩი თუ სახელმწიფო დეპარტამენტს ეხება ეხლა თქვენი ეს ბოლო ფრაზა. ძალიან ძნელია ამ შემთხვევაში გადაწყვეტი თქვა, მაგრამ როგორც ჩანს deep state-ის წარმომადგენლები მაინც ცდილობენ რომ რაღაცა აქტიურობა გამოიჩინონ, ვინაიდან ხედავენ რომ ტრამპის სურვილი რეალურად შესაძლოა იყოს საქართველოსთან ურთიერთობების გაუმჯობესება. მათ ეს სიგნალი ნახეს და ეხლა ფიქრობენ რომ ამ სიტუაციაში ცუდი არ იქნებოდა რომ მათ მოარგონ თავიანთი გეგმები ისე რომ არც ის საქმე დაზარავდეს, ასე ვთქვათ ტრამპის თავარი გზავნილი რაც იყო, მაგრამ შესაძლებლობები და ფარგლებში ის თავიანთი ეგრეთ წოდებული ხერი რაც მათ აქვს, მათ ნახონ. ეხლა რაში მდგომარეობს ეს ხერი, ხომ?
ну ჯერ ერთი ფორმა იმისა რომ არსებობს პრეზიდენტი, არსებობს პრემიერ-მინისტრი, არსებობს მრავალი სტრუქტურები და შეიძლება მათ შეხვდე და განიხილო ეს საკითხები, თავისთავად ცხადია ნორმალურია, მაგრამ არანორმალურ სახეს იღებს იმ შემთხვევაში, როდესაც შენ ვცდილობ რომ დაუკავშირდე ბიძინა ივანიშვილის, რომელმაც განაცხადა რომ მასთან შანტაჟით ენით საუბარი არ შეიძლება და არც არავის გამოუვა. ერთი უბრალოდ მიზეზიდან გამომდინარე, რომ მან რამოდენიმეჯერ დაამტკიცა რომ პირად ინტერესებს, სახელმწიფო ინტერესებს მაღლა არ აყენებს. ჩვენ ამის ერთი სერიოზული გამოცდილება გაგვაჩნია და თვალნახევ დავინახეთ რომ ომთან დაკავშირებით საქართველოში მშვიდობა მან არ გაცვალა თავის პირად ინტერესებზე, როცა მას ჰქონდა გარკვეული ფინანსური დავა და კამათი შვეიცარიულ ბანკებთან და ეხლაც გამორიცხულია რომ ის კაცი ამას დათანხმდეს. ვინაიდან არაერთხელ თქვა ამის თაობაზე და არაერთხელ დაამტკიცა მანას თავისი პრინციპულობა ამასთან დაკავშირებით. რაც თავისთავად ცხადია ძალიან კარგი არის და მეორე ასევე მნიშვნელოვანი მომენტია რომ ხაზგასმით ეუბნება ის საელჩოს და საელჩოს მეშვეობით იმ ადამიანებს ვინც ცდილობენ რომ აი ტრამპის იმ მესიჯში შეიტანონ რაღაც თავიანთი გარკვეული დღის წესრიგი, რომ ესე არ იქნება არსებობს პრემიერ-მინისტრი, არსებობს საგარეო საქმეთა მინისტრი, თუმდაც უნდა საუბარი, უნდა დაელაპარაკონ ოფიციალურ სტრუქტურას. კულუარული მოლაპარაკებების მოწყობა იმისათვის, რომ შენ რაღაც სხვა გვერდითა გეგმებს მიაღწიო, არც თუ მთლად კარგი და მისაღები ქმედება არის, შეიძლება ითქვას, იმ ხალხის მიმართ, ვინც აპირებს. გვერდითა გეგმები არის თუ არა ის, რაზეც მაგალითად ელჩი ლაპარაკობს, რომ ამერიკის ადმინისტრაციის მხრიდან გზავნილები უნდა გაეცნოთ ბიძინა ივანიშვილისთვის. მოდით ამაზე ვისაუბროთ. ეხლა გვაინტერესებს აი თქვენი ვერსიით, რა გზავნილებზეა საუბარი, რომლის კონკრეტიკა არ ყოფილა ჯერ არსა და აი როგორც გაგა კახიანმა თქვა, მათთვისაც არ არის, ესე ვთქვათ, ცნობილი რა კონკრეტულ გზავნილებზეა საუბარი. რა შეიძლება იყოს ის გზავნილები, რაც შეუწყობს სუფთა ფურცლიდან ურთიერთობის დაწყებას? თქვენი ვარაუდით. გზავნილები შეიძლება იყოს უამრავი, მაგრამ უამრავ გზავნილებს შორის ყოველთვის ხდება გარკვეული ეჭვები მის თაობაზე, როდესაც შენ გინდა რაღაც მოლაპარაკების წარმოება წინსრებად სხვა ადამიანებთან და შემდეგ აპრიორი რაღაცების გათამაშება. სხვა შემთხვევაში ხო ნებისმიერ გზავნილთან დაკავშირებით მათ შეუძლიათ დასხდნენ, დაელაპარაკონ კიდევ ერთხელ ვიზახი ოფიციალური სტრუქტურის წარმომადგენლებს, საგარეო საქმეთა მინისტრს, პრემიერ-მინისტრს, მათ წარმომადგენლებს და ასე შემდეგ და ამით არაფერი არ დაშავდება, მით უმეტეს თუ საქმე იმას ეხება, რომ საჯარო სივრცისთვის, საზოგადოების ფართოწყებისთვის არ უნდა იყოს რაღაც ეტაპზე რაღაცის გაჟღერება და გახმოვანება, ეს ჩვეულებრივ მოლაპარაკების პროცესში თავიდანვე ხდება ამაზე შეთანხმება, ხომ? მაგრამ როდესაც შენ ფიქრობ, რომ პრემიერ-მინისტრს აუარო გვერდი, საგარეო საქმეთა მინისტრს აუარო გვერდი და მიხვიდე ივანიშვილთან, რომელსაც არაერთი შემთხვევა ჰქონდა მანამდე რომ შანტაჟის ენით ესაუბრენ, რაღაცების შეუცვალეს რომ თქვენ თუ ამას გააკეთებთ, ჩვენ ამაში დაგეხმარებით, ჩვენ თუ ამაში დაგეხმარებით, თქვენ ეს უნდა გააკეთოთ და ასე შემდეგ. ანუ რაღაც ფარულ გარიგებებზე არის საუბარი და ამ ფარულ გარიგებთან დაკავშირებით ივანიშვილი არ მიდის, მოდით ესე პირდაპირ ვთქვათ, ასეთ მაგიდასთან, ასეთ მოლაპარაკებისას. ერთი უბრალოდ მიზეზიდან გამომდინარე, მან კაფეო თქვა, რომ ჩემი პირადი საკითხები არის პირადი საკითხები და ამ პირად საკითხებს მე გადავწყვეტ, შეიძლება ის დაგვარად როგორც ეს შესაძლებელია, მაგრამ თუ კი ამ საკითხებთან დაკავშირებით ვიღაცა შეესწება, რომ სახელმწიფო ინტერესები, სახელმწიფო საკითხები მას დაუკავშიროს და ასე ვთქვათ, დამაყენოს იმ ფაქტის წინაშე, რომ თუ ამას გააკეთებ, ჩვენ ამას გაგიკეთებთ, ის ამის წინააღმდეგია. ის ესე აზროვნებს, მოდით პირდაპირ თქვა და ეს არაერთხელ დაამტკიცა, რომ შანტაჟი მისთვის მიუღებელია, სახელმწიფოს ინტერესების წინ სხვა ინტერესების დაყენება მიუღებელია, მშვიდობის წინ სხვა რაღაცის დაყენება მიუღებელია. აქედან გამომდინარე, აი ესეთი გზით მუშაობა ჩემი აზრით არც საელჩოს აძლევს ხელს და არც იმ ადამიანებს, რომლებიც ცდილობენ, რომ რამენერად შეიძლება მაინც შეიტანონ ის დღის წესრიგი, რაც ყოველად მიუღებელია პირადად ჩვენთვის როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს. დიდი მადლობა ლევან ნიკოლეიშვილი საუბრობდა პირდაპირ ეთერში.